გამოშვებას დღის სხვა მთავარი თემებით განვაგრძობთ. იშხანში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებში სავარაუდოდ ქართველი სპეციალისტებიც მიიღებენ მონაწილეობას. შეთანხმება მიღწეულია საკითხ საქართველოსა და თურქეთის კულტურის მინისტრების მოადგილეები 2 დღეში ერთმანეთის პირისპირ განიხილავენ. ვიზიტამდე კი გაურკვეველია შეჩერდა თუ არა კულტურული ძეგლის ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ დაწყებული გაწმენდითი სამუშაოები. იშხანზე მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებში შესაძლოა ქართველი სპეციალისტების ჩაერთონ. თურქულ მხარესთან საქართველოს საელჩოს კონსულტაციისას გადაწყდა, რომ საკითხის განსახილველად კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მარინე მიზანდარი თურქ კოლეგას 12 აპრილს შეხვდება. 12 აპრილს ანკარაში შედგება შეხვედრა ჩვენი სამინისტროების წარმომადგენლებს შორის. საქართველოს მხარეს წარმოადგენს მარინე მიზანდარი, რომელიც შეხვდება თავის თურქ კოლეგას, კულტურის მინისტრის მოადგილეს. ამ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ასევე საქართველოს საელჩოს, თურქეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები. ქართულმა მხარემ ძეგლების რესტავრაციის პროცესში ჩართვა მას შემდეგ მოითხოვა, რაც ექსპედიციამ მონასტერში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოების დათვალიერებისას დარღვევები აღმოაჩინა. თვითონ საკურთხევლის ერთ-ერთი კედელი, მცირე კედელი არის ასევე გაუგონარი მიზეზების გამო დანგრეული. ეს არ იყო დიდი კედელი, ის დაზიანებული კედელი იყო, თუმცა ეს იყო ტაძრის ორგანული ნაწილი მე-11 საუკუნეში ამოყვანილი. იქვე საკურთხეველთან არის წყალი მიშვებული, დგას დიდი გუბე. როდესაც ჩვენ ვათვალიერებდით აი ამ ხროვას, ამ აგურების ხროვას, ამ ხროვიდან გვიყურებდა სახეები, ეს იყო ფრესკები, მე-10 საუკუნის ფრესკები. მხარეებს შორის შეთანხმების აუცილებლობაზე საუბრობენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრში. სპეციალისტები ტაძრის ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკის შეყვანას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ სარესტავრაციო სამუშაოები ქართული მხარის ჩართვის გარეშე არ უნდა განახლდეს. იქ გამოჩნდა ახალი იატაკი, ძალიან საინტერესო იატაკია, დეკორატიული ფერადოვანი, რომელსაც უკვე გაწმენდის შემდეგ საფრთხე ემუქრება. იქ ნახეთ კიდევ ტრაქტორი საერთოდ ტექნიკა ჩვენ ამას საერთოდ არ შეიძლება ტექნიკის გამოყენება ძეგლის აი ამ დარგში, ეს მხოლოდ დაუშვებელია. ჩვენ მიგვაჩნია ჩვენი პოზიცია გახლავთ მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი, რომ დავიწყოთ იქ აუცილებელია, რომ ქართველი სპეციალისტები იყვნენ ჩართული სწორედ ამ კვლევით სამუშაოებში, რათა ჩვენ მივცეთ აბსოლუტურად სწორი მიმართულება იმ სარესტავრაციო სამუშაოებს. ტაძრის გარდა საფრთხე ემუქრება მონასტრიდან გატანილ ფრესკებსაც, რომლებიც დღეს მუშების სამზარეულოში ინახება. ჩაერთვება თუ არა ქართული მხარე სარესტავრაციო სამუშაოებში სავარაუდოდ 12 აპრილს გაირკვევა.